მოგესალმებით. მეგობრებო, მივესალმებით პატივსაცემულ საზოგადოებას. დღევანდელი პოსტის თემატიკა უშუალოდ ეხება ჩვენს ჯანსაღ გარემოს საცხოვრებელ, ჩვენ საკუთარ საცხოვრებელ ფარჩი და არა მხოლოდ ზოგადად არის ეს ტერმინოლოგია და ეს არის ყველგან აქტუალური, რა თქმა უნდა, ჯანსაღი გარემო არა მხოლოდ საცხოვრებელში არის აქტუალური, ხო? იქ სადაც ვიმყოფებით, იქ სადაც ყოველთვის საზრდოობთ ამით და ამით ჩვენ ვიკვებებით ჯანსაღი გარემოს გარეშე ცხოვრება შეუძლებელია. ამიტომ დღევანდელი პოსტი უშუალოდ ეხება აი ამ პირდაპირ პროპორციულად ამ მიმართულებას, რასაც ქვია ვენტილაცია, ვინაიდან კი ბატონო ვენტილაციის, ჯანსაღი ვენტილაციის გარეშე საცხოვრებელ ფარჩში ჯანსაღ გარემოს ვერ მივიღებთ. ეს ოფციაა, ეს უკვე ცხოვრებისეული მიმართულება არის და ამას ჩვენს ვერ შევცვლით. ამასობაში პირიქით უნდა მივისწრაფოთ იქითკენ, იმისკენ, უფრო სწორად, პრინციპში რომ ყველაფერი მივიღოთ, ამასობაში ეს ყველაფერი შემოიფარგლება ზუსტად ჯანსაღი გარემოს ფაქტორებში, რასაც კიდევ ერთხელ ვიძახი ქვია უპირველეს ყოვლისა ვენტილაცია. ვენტილაციის გარეშე კი ეს მთავარი მაჩვენებელი ფაქტორი არის ჯანსაღ გარემოს საცხოვრებელ ფარჩში ვერ მივიღებთ, მაგრამ ამასობაში ისე უნდა მივიღოთ, ხო, უშუალოდ აი ამაზე არის დაყრდნობილი და არა ეს ხო არის უნდა მივიღოთ, ხო, დავაბოლოთ ამასობაში უნდა მივიღოთ, რა თქმა უნდა, ბიუჯეტურად. კი ბატონო, ამ შემთხვევაში დაგეთანხმებით, რომ ამ მიმართულებაში არსებობს მრავალი მიმართულება, ამასობაში მოგვენილია ეგრეთ წოდებული ცენტრალიზებული, ხო, რეკუპერატორი, ხო, რეკუპერაცია, ეს სისტემა არის მიმართულება, რეკუპერაცია თვითონ არის განსაზღვრა იმ მიმართულებაში, ამ მიმართულებას თქვენ წარმოიდგინეთ პრინციპში თვითონ ტერმინოლოგიას გვიყალიბებს, ხო, რეკუპერაცია მიმართულება ქვია გაცვლა, ხო, გაცვლა. ეს ნიშნავს იმას, რომ შემოსული წყლის მეთქი ვფვა. კი ბატონო, ხო, წყლის ტემპერატურა აქტუალური, მაგრამ ჰაერის ტემპერატურა უკვე აი იმის მიმართულებით, რომ იმ მიმართულებით უფრო სწორად პრინციპში ეს გაცვლა აი ამ სტატუსით ხორციელდება, ხო, რაც გადის ის შემოსულთა ჰაერის ტემპერატურას ათბობს, უშუალოდ ათბობს და მეტი არაფერი რაღაცა სასწაულები იქ არ ხდება, ხო? ამასობაში ვითომ ესეც მარკეტინგული მიმართულებაა, ხრიკები, ხო? ამასობაში ის ჭარბი კოეფიციენტი ეგრეთ წოდებულ რეკუპერატორებში, ხო, კაფსულ რეკუპერატორებში, წერტილოვან რეკუპერატორებში არის აქ საუბარი, რომელიც ამასობაში საკმაოდ თითქოსთან ხო, აქაც საუბარი ვინაიდან ხო ჩამოყალიბებული არ ვიძახი მე ახლა რაღაცა ჩინურ ხო, განსაკუთრებულ მიმართულებაში, თუმცა ჩინურ მიმართულებაში არის ხო ის ფაქტორი, ეს უნდა გავითვალისწინოთ, რომ იქაც არსებობს ხო, კაი მიმართულება, ამასობაში ჯანსაღი მიმართულება იმაზე იქნება დაყრდნობილი, რადგანაც გარე გვექნება ჩვენ საცხოვრებელ ფარჩში. და იმ რეკუპერატორები თუ იმჟლებთ ახლა ჩამოყალიბებული სტატუსით, კი ბატონო, ის ცოტა ბიუჯეტში იქნება, ვინაიდან 1500-1600 მოცულობის შესაბამისად იგულისხმება და მაქსიმალური სტატუსით გვაქვს 70-იანი, 75-იანი, ამასობაში 80 კუბი მეტრას საათში, ხო? ეს ნიშნავს იმას, რომ 80 კუბი, 80 ტონა ჰაერი წარმოიდგინეთ, ხო, მოცულობა უნდა განახორციელოს მან 1 საათში, უნდა გააცვალოს. ვინაიდან ხო, ვენტილაციას ამაზე არის უშუალოდ დამოკიდებული და ამას ახლა ჩამოაყალიბეთ ჩვენ, თუ არაფერი არ შემოვიდა, ვერაფერი ვერ გავა. ამას ბევრი ვერ ითვალისწინებს და ამასობაში, რა ვიცი, დღევანდელ მიმართულებაში ძალიან ბევრთან ქონა მე დისკუსია და არ მიწყინო, მაგრამ პიროვნებებმა, ვინც ვითომ ჩამოყალიბებული სტატუსით ამასობაში არის უშუალოდ დაყრდნობილი არსებულ თემატიკას პროფილურად ვინაიდან ხო, ახლა არსებულ მიმართულებაში, ჩვენ მიმართულებაში მე სტატუსი მიჭირავს გათბობა, წყალმარაგება უშუალოდ რაც ეხება, ესეც ინჟინერული კომუნიკაციებია და ვენტილაციას ეს არის ინჟინერული კომუნიკაცია. ხოლო არის ხო ზე განსხვავება, ეს არის ჰიდრაულიკური მიმართულება, ხო, ამასობაში აგვაქვს უკვე უშუალოდ მიმართულება ვენტილაციის, ხო? ამასობაში აეროდინამიკაში და ვენტილაციაში ვინც საზრდოობს ის პიროვნებებთან როცა მქონდა დისკუსია, ამასობაში ეს მინიმალური რაღაცა ხო, სტატუსითაც ჩამოყალიბებული სტატუსითაც სამწუხაროდ არ ვიცით. ვინაიდან კიდევ ჯერ ვიძახი, ეს არის ჩვენი საცხოვრებელი ფარჩი, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, ხო, კაფსულად, ბურთად თუნდაც პრინციპში ამასობაში და თქვენ წარმოიდგინეთ, ხო, როცა ხა ბურს ბერავთ, ის იბერება, ხო? ესაა ხო, ეს მიმართულება არის ხო, ფიზიკური მიმართულება და მაგიტომ და წარმოიდგინეთ ხო ჯანსაღი ბურთი გახეთქილი ბურთზე რა აქვს საუბარი ამასობაში ჩვენ კიდე მაგიტომას გავმარტე მე ეს არის დაკეტილი ჩვენი სივრცე ჩვენი საცხოვრებელი ფარჩი არის დაკეტილი ხო სივრცე ამასობაში ეს არის სივრცე კაფსულა ბურთი და ამ შესაბამისობაში თქვენ წარმოიდგინეთ იქიდან რომ ამოიღოთ ჰაერი რა მოხდება ხო არაფერი ისაა რაც არის ხო იმ ბურთში არსებულ ბურთში კი ბატონო ამოღების შესაბამისად ის შეიკუმშება თუ კი მას არ ექნება აღების სტატუსი. აღების სტატუსი ზუსტად ახორციელებს იმას,
ის უпроსტորად ახორციელებს ის, რასაც ქვია უკვე ჰაერის შემოსული ჯანსაღი ჰაერი, ну, პირობითად ჯანსაღია, რაც გვაქვს გარეთ, რას ამას უნდა დავეყოთ და რას ვიზავთ, ხო, ამასობაში ვინაიდან ეს აუცილებელი ყოველთვის იქნება. ხო, ვინაიდან რაც თუ არ შემოვიდა გარედან, ეს ფაქტორი აუცილებელი არის, ხო, ვენტილაციაში ეს არის მთავარი, პირველი სტატუსი დაიმახსოვრეთ ეს, პირველი სტატუსი არის თუ არ შემოვიდა, ვერაფერი ვერ გავა. ამასობაში ეს ვიცი თვითონ ფანჯრების გამოკიდება და ამასობაში ეს ბინებზე არის საუბარი, ხო? მე არ მაქვს საუბარი კიდე ერთხელ უნდა გამართო. მოდი ეს გავმართოთ უბრალოდ. ეს საცხოვრებელი ფართი, როცა არის კონკრეტული ფართი, საცხოვრებელი ფართი ეს არის უკვე კერძო სექტორი, ეს არის საერთო ბინებზე უშუალოდ პირველი სტატუსი დღევანდელი და არა მხოლოდ ამასობაში იმ სტატუსაც შევეხებით, რაც არის საცხოვრებელი ფართი, კერძო სახლზე არის. აქ საუბარი, რა თქმა უნდა, არის უკვე აუცილებლად გასათვალისწინებელი ფაქტორები, ვინაიდან იქ სხვა მიმართულება არის ამასობაში ჩვენ დღევანდელი ეს მიმართულება უფრო აქცენტირებული გვექნება საერთო ხო კორპუსის ეგრეთ წოდებულ უკვე ბინებში ხო საერთო ბინებზე არის აქ საუბარი და საერთო ბინებში ვენტილაციის მოწყობა ბიუჯეტური სტატუსით ესეც ადვილი არის აი ესეთ მიმართულებით უფრო ჩამოყალიბებული იქნებოდა ვინაიდან კიდე გავმართოთ მოდით რომ თუ საცხოვრებელ კერძო სახლში კერძო საცხოვრებელ სახლში ეს აუცილებლად არის უკვე საჭირო გამოთვლები პროექტის შესაბამისად და იმ პროექტის შესაბამისად უნდა გახორციელდეს ვენტილაცია. და როცა გვაქვს საცხოვრებელი საერთო კორპუსის ბინა, იქ უმეტეს შემთხვევაში ასეთი სტატუსით არის და ამ შესაბამისობაში შეგვიძლია ჩვენ მოვაწყოთ, თქვენ წარმოიდგინეთ, მოვიწყოთ ბიუჯეტურად, არაფრის შეცვლით, გარდა ერთისა, ვინაიდან ამას მოდი ახლა გავყვეთ თანმიმდევრულად, რასაც ახორციელებს, რაც უბრალოდ დივაისები, მხოლოდ ერთადერთი დივაისები გვიქნება, რაც ახორციელებს, იმ ზუსტად ჰაერის აღებას გარედან, რასაც ქვია ეგრეთ წოდებული ჭკვიანი კლაპანი. რომელიც აი შედარებით რაც წეგან მოიტანა მე მოვიყვანე უბრალოდ პრინციპში რომ შევადაროთ ეგრეთ წოდებული სისტემურ რეკუპერატორებზე არის აქ საუბარი რომელიც კიდევ ვიზახე ღირის 1500-1600 ლარი ამ შესაბამისობაში ამათ საფოსფური იქნება კაფსულების უბრალოდ თქვენ წარმოიდგინეთ დეფლექტორი ქვია კიდე ამას ხო ჭკვიანიც არ გჭირდება ჩვენ შეგვიძლია უშუალოდ დავამატოთ დეფლექტორის დღევანდელი ფასი ამასობაში ხო ყველაზე ბიუჯეტო შევიზახეთ მეტი ბიუჯეტო რაღა უნდა იყოს არ ვიცი ხო ამასობაში მისი საფოსფური იქნება ერთიც არის 50 50 მაქსიმუმ 100 ლარი. ხა წარმოიდგინეთ, ხო, გვაქვს პარტი, ხო? უშუალოდ რაღაც 70-80 კვადრატული მეტრა, ხო? სადაც გვაქვს საძინებელი, ორი საძინებელი სააბაზანო, საერთო შემოსასვლელი ჰოლი და სამზარეულო. ამ შესაბამისობაში დაგჭირდება თქვენ წარმოიდგინეთ 1, 2, 3 ვინაიდან ამ სამზარეულოში პრინციპში უკვე აღება ამ სამზარეულოდან აი ეს რატო არის შემოფარგლული ხო ეს განსაზღვრავს იმას რომ საიდან უნდა ვიღოთ აღება ყოველთვის მიზანშეწონილი და მისი მარი კოეფიციენტის მაჩვენებლით ყოველთვის რაციონალური იქნება ამასობაში რადიატორთან ფანჯარასთან ამასობაში ხა ნებისმიერ სივრცეში ხა ფანჯრის გარშე მე ხა დაკეტილ სივრცეზე არ მაქვს საუბარი დაკეტილ სივრცეზე უშუალოდ ის მიმართულებაა რომ აღება და გასვლა ერთ და იგივე შეგვიძლია პრინციპში მიმართულებით განახორციელოთ მაგრამ ამ შესაბამისობაში გვაქვს ფანჯარა ხო გვაქვს სტეკლო პაკეტი გვაქვს ვიტრაჟი არა აქვს ამას მნიშვნელობა ამ შესაბამისობაში უნდა ვიცადოთ სადაც რადიატორი არის უშუალოდ თბური დანადგარი არის დამონტაჟებული და ეს ყოველთვის გაქვს უმეტეს შემთხვევაში სამზარეულოშიც გვაქვს და ამას შემოსვლას გულისხმობ ხო კიდევ ერთ კარგად დაიმახსოვრეთ შემოსვლის ის ზუსტად დიდ ჰაერის ტემპერატურა რადიატორის უკანაც რომ იყოს ეს იქნება ძალიან მაგარი მიმართულება ვინაიდან შემოსული ჰაერის ტემპერატურა გარეთ ზამთარში არის აქ საუბარი კიდე მოდით ეს ის გავმართოთ იმიტომ რომ ვენტილაციის აქტუალურობა არის ზამთრისთვის ხო ზაფხულში არ გჭირდება ხო ზაფხულში უმეტეს შემთხვევაში ფანჯრები ყველა ღია და კარებებიც ღიაა მეტომეტეს თბილისის კლიმატში ვენტილაცია აუცილებელი და აქტუალური არის ყოველთვის როდის ხო ეს ამაზე დავსვათ წერტილი ზამთარში არ უნდა ხორციელდებოდეს ეს ჩვენი ფანჯრების გადაკიდება დამავიწყდა ესე იგი ჯანსაღი გარემო არ მაქვს სახში ეს ფაქტორი არის ყოველთვის აქტუალური არის და ამ შესაბამისობაში წარმოიდგინეთ თუ კი არ უნდა რეკუპება კიდე იმ არსებულ ფარჩში ხო ეხლა ვინ გამოკიდებს იმ ფანჯარას ამასობაში მაგრამ ფანჯრის გამოკიდების სტატუსი არაფერი არ იცვლება გარდა ერთისა კი იცვლება მიმართულება ვინაიდან შემოსვლა უკვე განხორციელდება და გასვლაც განხორციელდება მაგრამ ამ შესაბამისობაში გვექნება დანაკარგი ვინაიდან წარმოიდგინეთ ხო გამოკიდებული ფანჯარა ამასობაში ყოველთვის გამოკიდებული უნდა იყოს ხო ის შესაბამისი კუთხით და ეს შესაბამისი კუთხით გამოკიდებული სტეკლოპაკეტების საფასურიც ვერ იქნება ვერანაირად ბიუჯეტური ვინაიდან მას აქვს ეგრეთ წოდებული სპეციალური 3 ხო პოზიცია ამ 3 პოზიციაში ის რა სახით
ამით უნდა გადმოეკიდოს დახრა კუთხის ხო დახვრის კუთხეზე არის აქ საუბარი და არა თუნდაც ფანჯა რო გავაღოთ თუნდაც ფანჯის გაღების შესაბამისად ეს არსებული მიმართულება საერთოდ არ ეხება ვინაიდან ჩვენ გვაქვს დღევანდელ მიმართულებაში დღევანდელ ვენტილაციის სისტემას ჩამოყალიბების სტატუსს ასე გავმარტავდი მე რომ ეს არის ჩვენს გარეშე ჩვენი მონაწილეობის გარეშე რანაირად მივიღოთ ჯანსაღი გარემო საცხოვრებელ ფარში და ამას ახორციელებს ზუსტად ეს არსებული დეფლექტორი მას ერთჯერ ვარეგულირებთ ჩვენ ამასობაში დავარეგულირებთ ისე რაც ნორმას არ აცდება და ამასობაში უნდა ვიცოდეთ ხო 0.1 0.2 მეტრ-წამში შემოსული ჰაერის სიჩქარე არ უნდა აღემატებოდეს ეს ამასობაში იქ სადაც ვიყოფებით და მუდმივად ხო ამასობაში აქ შეიძლება იყოს 0.25-ის ის შემაწუხებელი არ იქნება ვინაიდან სამზარეულოა შემოვედით გავედით და ასე შემდეგ მაგრამ სადაც მუდამ ვიყოფებით ეს არის საძინებლები ხოლი შემოსასვლელი კი ბატონო იქაც ფაქტიურად პერიოდულად ვიყოფებით იქ შემაწუხებელი არ იქნება მაგიტომაც 0.1 მაგრამ ამ სტანდარტს მაინც პრინციპში მიზანშეწონილია რომ 0.2 მეტრ-წამს სიჩქარე ჰაერის შემოსული ჰაერის სიჩქარეს არ უნდა ავცეთ ის შემაწუხებელი არ იქნება და არ იქნება ფაქტორი ამ ნორმატივას რატო არ უნდა ავცეთ კიდე მეგობრებო იმიტომ რომ ამას რო დავწებით არსებული ფაქტორი უკვე განაპირობებს იმას რომ ეს იქნება უკვე დისკომფორტი ჩვენ აღვიქოთ მე როგორც ეგრეთ წოდებული ორპირი ხო ბრჭყალების ყვაზნიაკის სახით ორპირი არ უნდა განახორციელოთ ამიტომ არც უნდა შემოვატრიალოთ ეგრეთ წოდებული უკვე ნაკადები მაგრამ ამ შესაბამისობაში ზუსტად დეფლექტორები ეგრეთ წოდებული ჭკვიანი კლაპანი მოდი ამათ უწოდოთ მაგრამ დეფლექტორი ჭკვიანი კლაპანი ერთ და იგივე სტატუსით ხორციელდება მიმართულება ერთი არის ვინაიდან ზუსტად ის არსებული მოცულობის ჰაერი უნდა შემოვიტანოთ საცხოვრებელ ფარში რაც გჭირდება ამასობაში დეფლექტორითაც შეგვიძლია განახორციელოთ შეგვიძლია ჭკვიანი კლაპანითაც განახორციელოთ რა განსხვავება მათ შორის ის განსხვავება რომ ჭკვიანი კლაპანი კი ბატონო იქნება 150 250 პირობითად კი ბატონო ფარში სხვაობა იქნება მაგრამ ჭკვიანი კლაპანი თვითონ საზღვრავს ამ მიმართულებას ვინაიდან ის არის დამოკიდებული გარეთა ტემპერატურაზე ის თვითონ არეგულირებს ამ მიმართულებას რასაც ჩვენ დეფლექტორი თვითონ არეგულირებთ მაგრამ ამასაც პირობითად პრინციპში დიდი რაღაცა ხო უმაღლეს განათლება არ ჭირდება ის უბრალოდ პრინციპში რეგულირდება მიზერული ეგრეთ წოდებული შემოსვლა დაუტოვოთ რომ მან მიზერულად აიღოს ჰაერი ვინაიდან გაცვლა განახორციელოს ხო, მეტი არაფერი არაა, ხო, ვინაიდან ამ ჩარჩოში რომ მოვიქცეთ ამასობაში მთავარი მაჩვენებელი ფაქტორი, კიდე რეზუმირებით ასე ვიტყოდი მე რომ არის მთავარი მაჩვენებელი ფაქტორი ჯანსაღი ვენტილაციის შემოსვლა. თუ შემოსვლა არ განხორციელდება, გაცვლა ვერანაირად ვერ განხორციელდება. ვინაიდან უმეტეს შემთხვევაში ამასობაში ხო, ეს ეგრეთ წოდებული სამვენტილიაციო მთავარი სამვენტილიაციო სისტემა, რაც ნებისმიერ ფარჩი გვაქვს, ის კითხვის ნიშნის ქვეშაა. მაგიტომაც დაამბეჯო მეთქვა და კიდევ ენერგია გავიმეორო, როცა საცხოვრებელ ფარცებს იბარებთ, ხო, კორპუსის ბინებს ხო იბარებთ, თქვენ ამასობაში პირველ მიმართულებაში და პირველ სტატუსით ამას უნდა მივაქციოთ ყურადღება. კი კეთილი უნდა ვინებოთ ავიდეთ სახურავზე, შევამოწმოთ ჩვენი სამვენტილიაციო მთავარი მილის ამოსული მთავარი მილი ადის რაკე სახურავს ზემოთ. სწორად ის არ განხორციელდება, ვინაიდან ასეთი სტატუსით ხორციელდება ჩვენი მთავარი სამვენტილიაციო სისტემა. ვინაიდან ამაზე ვართ ჩვენ დამოკიდებული, ვინაიდან თუ კი შემოვიდა და ვერ გავიდა, არაფერი არ განხორციელდება. ამიტომ მინიმუმი გაგვაჩნია ყველა ხო ჯანსაღ ამასობაში სტანდარტულ უბრალოდ კლასიკურ საცხოვრებელში გაგვაჩნია სამზარეულო და სამზარეულოში ეგრეთ წოდებული გამწოვი და ამასობაში სააბაზანოში კარებები ყველგან გვაქვს, ხო? საერთო კარებები ამასობაში ვინაიდან საერთო კარებში აქაც მინიმალური თქვენ წარმოიდგინეთ 0.05 მეტრ-წამში ეს საკმარისი იქნება, ვინაიდან ამას განახორციელებს ცენტრალური შემოსასვლელი კარები და ზუსტად ხო ეგრეთ წოდებული კლიტეები, ბოქრომებიდან ხო, ვისაც ამასობაში ურდულების გაგვაჩნია, ამ შესაბამისობაში თვითონ კარებიც ახლა უმეტეს შემთხვევაში არაა ხო, თლად გერმეტულად უკვე დახურული, ამიტომ იქიდან საკმარისი არის და ზუსტად აი მიმართულებას აი კითხვის ნიშნის ქვეშ მაგიტომაცაა უკვე დასული, ვინაიდან 0.05 მეტრ-წამს, ხო, 5 მიასეც, მეტრ-წამს სიჩქარეს შემოსვლას, ამას ჩვენ განახორციელებთ შემოსასვლელი კარები და ვინაიდან ჩვენ აუცილებლად უნდა გავანეიტრალოთ და გავიღოთ ეს მოცულობა ზუსტად შემოსასვლელი ჰოლიდანაც. რაც აუცილებელი იქნება, ვინაიდან ნებისმიერი სექტორი და ყველა სექტორი ჩვენი საცხოვრებელი ფართისა ჩვენია. ამიტომ ყველა სივრციდან ჩვენ უნდა ავიღოთ ჰაერი შემოვიტანოთ ჯანსაღი და გაცვლა გავახორციელოთ. ვინაიდან იქ უკვე არის აგროებული ამ ჩვენ ახლა გამართოთ ვინაიდან კი ბატონო რაც გროდება ამასობაში და განსაკუთრებულად საძინებლებში და არა მხოლოდ საძინებლებში ყველაზე მაღალი რაც არის ეს არის CO2 ხო ნახშირორჟანგი ნახშირორჟანგს წარმოვქნით ჩვენ წარმოიდგინეთ სუნთქავთ ჟანგბად ჟანგბად საიდანაც ვიღებთ ამ ჯანსაღ ჟანგბადს ვიღებთ ამასობაში ეს ჯანსაღადია არის პროცენტულად დამოკიდებული არის ასეთ მაჩვენებელზე არის 400-დან წარმოიდგინეთ 400 ნუ 500 არის მაქსიმალური ზღვარი ppm-ი ppm-ის არის მაჩვენებელი ამასობაში
იმისა, რომ აი ზუსტად არსებულ მიმართულებაში უკვე გაზი, ხო? CO ნახშირორჟანგი ეს არის უკვე გაზი, ამ მიმართულებაში ჩვენ გვაინტერესებს, რომ ნორმირებული იყო ის, რაც გარეთ გვაქვს 400-500 ppm. ხო, მაჩვენებელი. ესეც 2-2-4-იან, ხო? ვინაიდან CO პირდაპირ პროპორციულად უკვე ნახშირორჟანგის გადამეტებული ზღვარი დამოკიდებული იქნება ტენიანობაზე, მე ყველას გვეშინია არიქა, ხო, ფანჯრებზე რატო გაქვს ცვარი, რატო ინესტება და ასე შემდეგ, ვინაიდან ჯანსაღი ვენტილაცია არ აქვს ფარჩი. ამიტომ პირდაპირ პროპორციულად დამოკიდება არის, ხო? ამ შემთხვევაში როცა არის CO2 გადამეტებული ნახშირორჟანგი, იქ ყოველთვის იქნება უკვე მაქსიმალურ ზღვაზე უკვე და ნორმას უკვე აცდენელი, ხო? ნორმას უკვე აცდენელი, ამას უმაში პროცენტულად. მოდი ეს ავსახოთ, მოდი აქ ავსახოთ პრინციპში, ეს გვიქნება 40-დან, ხო, 60%. ეს არის უკვე ტენიანობა. ტენიანობის ეს მაჩვენებელს ჩვენ ყოველთვის უნდა მივისწრაფოდეთ, ვინაიდან 60% კარგი არის განსაკუთრებულად საძინებლებში, განსაკუთრებულად პატარა ბავშვებისთვის, ხო, 40%-ზე ქვემოთ უკვე ჩამოსული ზღვარი, რაც ზაფხულში გვაქვს. უმეტეს შემთხვევაში ეს არის უკვე მშრალი, მაგიტომაც ჭირდება უმეტეს შემთხვევაში არა, ხო, ახლა განსაკუთრებულად ამ მიმართულებაში დამატენიანებელი. ვინაიდან 40-60% ეს არის ნორმირებული. ამასობაში უკვე აცდენელი, ხო, და პირიქით 40 ქვემოთ ეს არის უკვე მშრალი ჰაერი, 60 აღემატება, როცა აღემატება 60%, 65-70-დან ეს არის უკვე გადამეტებული ტენიანობა, გადამეტებულ ტენიანობას ჩვენ ავიქვა ზუსტად აი ესეთი სახით. ცვარე პანჯრებზე ხო ორთქლი და ასე შემდეგ და არიქა დროზე რეკუპერატორები, ხო? ეს მაგარი მარკეტინგული მიმართულება არის. რეკუპერატორები დაამონტაჟეთ და ყველაფერი მოთავდება. არა, პატრიცემულობა. ეს კი ბატონო. თავარი ასპექტი არის, მაგრამ ამასობაში ფართის კიდე არის დანაკარგები, აქტუალური გათბობის სისტემა. ფართის დანაკარგები და შემდეგ უკვე ვენტილაცია. ეს სამი ფაქტორი არის აუცილებელი გასათვალისწინებელი. მხოლოდ რეკუპერაციის დონეზე, ვენტილაციის დონეზე ვერაფერს ვერ მივიღებთ, ვინაიდან დათბობა უნდა ქონდეს შესაბამისი, ხო? დათბობა ამასობაში დანაკარგებზე არის პირდაპირ პროპორციულად დამოკიდებული, ამასობაში ჯანსაღი გათბობის სისტემა უნდა ქონდეს, ვინაიდან ტემპერატურაზე პირდაპირ პროპორციულად კიდევ ვიზახი დამოკიდებული იქნება ტენიანობის მაჩვენებელიც და ნახშირორჟანგის მაჩვენებელიც. ყველაფერი ურთიერთკავშირში არის. სხვანაირად ფიზიკის კანონები არ ყალიბდება, ამიტომ ეს არსებული ფიზიკის კანონები ჩვენ თუ უნდა ჩამოვაყალიბოთ ჩვენ საცხოვრებელ ფარში. ამიტომ როცა გვინდა თქვენ ამასობაში უნდა ვეცადოთ ამასობაში რა ვიცი, ამის კი უნდა მივისწრაფოთ ჩვენ რო ქონდეს ჯანსაღი გარემო საცხოვრებელ ფარში, პირველი მაჩვენებელი ეს არის 40-60% ეს არის ტენიანობის მაჩვენებელი და ამასობაში 400-დან 500 ppm ეს არის ეგრეთ წოდებული ნახშირორჟანგის მაჩვენებელი. ამის შემდეგ უკვე ზღვას როცა აცდება, ზუსტად აქ უკვე უნდა მუშაობდეს არის ვენტილაციის სისტემა, რომელიც იქნება მორგებული თქვენს ფარზე კიდევ ჯერ ვიზახი ბიუჯეტურად. ერთადერთი რაც დაგჭირდება თქვენ ეს არის ან დეპლექტორების თქვენი არჩევანი იქნება, ან ეგრეთ წოდებული ჭკვიანი კლაპნები, მაგრამ გაცილებით ბიუჯეტური იქნება. გაცილებით, ხო, დონეებზე კიდევ ჯერ ვიზახი ფას 150-200 ლარი, ჭკვიანი კლაპანი. თუნდაც დეპლექტორი და ამასობაში 1500-1600 ლარი რეკუპერატორები, რომელიც იგივე პროცესს განახორციელებს. მხოლოდ ერთი მინუსია აქვს, პლუსში, პრინციპში ამასობაში ერთი პლუსი აქვს ის, რომ კარები როცა არის. დაკეტილი კი ბატონო ამ შესაბამისობაში ხელმძღვანელობენ, ხო? ამასობაში და ის არ ვიცით, გამყიდველმა კომპანიების მენეჯმენტი რო არის, ხო? ეს ყავზე დაყენებული ამასობაში ასე ვიტყოდი მე, ვინაიდან მხოლოდ გაყიდვებზე ვარ დამოკიდებული და არ უნდა იყოს ასე, ამას არ უნდა დაჭერდეთ, ვინაიდან მხოლოდ გაყიდვები არ არის მთავარი. ადამიანებს ეს მიმართულება თქვენ თუ უნდა ჩამოიყალიბოთ ჯერ საკუთარ მენტოლიც, ხო? მენტოლურად უნდა ჩამოყალიბდეთ თქვენს, ან ეს პიროვნების გეხებათ, ვინც არსებულ სფეროში ხართ, ხო? უშუალოდ პროფილურად დამოკიდებული არსებულ სფეროში მოღვაწეობთ და შემდეგ უკვე ჯანსაღი ხილი ზუსტად აი ესეთი სახით არტაბახობა რა ესეთი სახით უნდა აჩვენოთ დაამკვეთებსაც. ვინაიდან მხოლოდ რეკუპერატორის ზღვარზე არაფერი არ გახორციელდება, ვინაიდან რეკუპერაცია გამარტება უკვე იცით ხო ის რაც პრინციპში მაგიტომაცაა რეკუპერაცია უკვე გამარტებითი ტერმინოლოგიური მიმართულებით გააცვლა, ვინაიდან ის ერთდროულად ახორციელებს შემოსასაც და გასვლასაც. მაგრამ ამაში უნდა გადავიხადოთ 1500-1600 ლარი. ხო, ერთდროულად ამასობაში ბევრ მოდელებს არ აქვს, ვინაიდან ეს უკვე რთული მიმართულება და ის გაცილებით უკვე ძვირიცაა, ხო? უკვე ეს იქნება 2000-2500 ლარი, რომელიც ერთდროულად ახორციელებს გასვლას. ამიტომ ის ეგრეთ წოდებული რეკუპერატორიც, ხო? ახორციელებს ამ მიმართულებას. შემოსვლას გასვლას თვითონ საზღვარს მას აქვს მოწყობილი უკვე შიგ-თავს ეგრეთ წოდებული სენსორები, ზუსტად აი ამ სტატუსით, ხო? ის პროცენტულად ის ზუსტად არსებული სენსორი, პირველი სენსორი აღიქვავს ტენიანობას, მეორე სენსორი აღიქვავს გადამეტებულ უკვე ეგრეთ წოდებულ უკვე პრინციპში ნახშირორჟანგს, ეგრეთ წოდებულ რატო ნახშირორჟანგს ppm-ები ზუსტად აი ამ ჩარჩოში არის მოქცეული უკვე იქ უშუალოდ. ჩვენ ამას არ ვარეგულირებთ, ვინაიდან ის ყოველთ მას ხო ეს მოწყობილობა უკვე გააჩნია და ის უკვე აი ზუსტად სტატუსს არ აცლება, ხო 400-500 ppm ყოველთვის უჭირავს. ამ შესაბამისობაში თვითონ საზღვარს რა მოცულობის უნდა შემოიტანოს აერი, რა მოცულობის უნდა გაიტანოს. ამას ვია ზუსტად მიმართულება რეკუპერაცია, ვენტილაცია სხვა არის, რეკუპერაცია სხვა არის, მაგრამ მიმართულება იგივე არის, ვინაიდან რეკუპერაციას ვენტილაცია არის. ამას ცდილობს ზუსტად ეს არსებული დევაისი, ვინაიდან მოგცეს ჯანსაღი აერი და ის რაც უკვე დაგროვდა, ხო, რაც უჭიანებულია ამასობაში
დაჭუშკიანებული კი ბატონო ჰაერ ზუსტად ქვია დაჭუშკიანებული გაიტანოს გარეთ შემოიტანოს ჯანსაღი გაიტანოს გარეთ მაგრამ შესაბამისობაში ხო კომფორტი თუ გინდა კი ბატონო ამას ვახორციელებთ მაგრამ ამასობაში სხვაობაში უკვე თქვენ თვითონ შეგიძლიათ ხო მიმართულება ჩამოვაყალიბოთ გვინდა გადავიხადოთ 2000-2500 ლარი მონტაჟის გარეშე ვიძახი მე ზუსტად არსებულ დევაისებში შემდეგ ამას უკვე დამონტაჟება ჭირდება კულტურულად ხო ამასობაში და ყველა სივრცეში გვექნება ამასობაში ხა თქვენ წარმოიდგინეთ 1 2 3 4 ხო არ ვიხებით ამასობაში პრინციპში ეს თუ არის სამზარეულო გაერთიანებული მხოლოდ ამ არსებული ამაში არის უბრალოდ საუბარი პრინციპში რომ მხოლოდ უკვე გამწოვე თუ არ იქნება შემოსვლა არაფერი არ განხორციელდება ხო იმიტომ რომ ბერს დაებადება ხა შეკითხა სამზარეულოში რაც მინდა გამწოვი მაქვს კიდევ ერთხელ ვიზახი თუ კი არ შემოდის არაფერი ვერაფერი ვერ გავა ამასობაში ეს გეხება ზუსტად იმ ქალბატონებსაც ხო ვის ახლა სამზარეულოში როცა ხო ფუსფუსებ პრინციპში და უკვე რა ქვია ხო სამზარეულოში ფუსფუს ეს არის საკვების მომზადება როცა ჩავთვათ გამწოს ყოველთვის უნდა ვეცადოთ ფანჯარა გავაღოთ ვინაიდან ბეჟგონია რაღაცას ვიღეთ არაფერს არ ვიღეთ ვინაიდან მაგიტომაც იძახიან მე და ისმის ხოლმე კითხები ხო აუი ჩემი გამწოვი რაღაცა არ მუშაობს და ვერ იმუშავებს ვინაიდან ის თუ არის დაკეტილი და ამასობაში დაკეტილია და ვამზადეთ ჩვენ ამასობაში წარმოიქმნება გადამეტებული ტენიანობა კიდევ ერთხელ ვიზახი გადამეტებული ნახშიროჟანგი თუ არ გვექნება გაღებული ამ აღების მიმართულება გახსენდი ხო გახსენ უნდა იყოს უბრალოდ ეს არის ამ ფანჯარა უნდა იყოს განმოკიდებული ან უნდა გავაღოთ ხელოვნურად უნდა გავაღოთ სხვანაირად ვერანაირად ვერ განახორციელებს ეგრეთ წოდებული სამზარეულოს გამწოვი გაცვლას ეს ხო აი ეს მიმართულება კიდევ ჯერ გამიორდები და დაიმახსოვრეთ შემოსვა თუ არ ხორციელდება და ეს არის მთავარი ფაქტორი გაცვლა ვერ განხორციელდება მაგიტომაცაა ხო უკვე მსჯელობა იმაზე რომ უი საბჭოთა კავშირის დროს ეს პრობლემა საერთოდ არ იყო და არ იყო ვინაიდან იქ სტეკლოპაკეტების ნაცვლად ხო ამას უმაში ქონა ყოველთვის ხის ხო გარებები ხის ფანჯრები და ასე შემდეგ იქ ყოველთვის მიზეულად შემოსვლა ხორციელდებოდა აი ზუსტად ასეთი სტატუსით ნორმიტელი 5 მე-100 მეტრა წამში სიჩქარით ხორციელდებოდა ეს საკმარისი იყო მთლიანი პარტიის განეიტრალებისთვის ვინაიდან აქ კიდე არსებობს ნორმატივა ხო ამას უმაში შემოსვლა ხო ამასობაში ეს ნორმატივა არის 30 მეტრა კუბური საათი ამასობაში ხო ერთ ადამიანზეო და ამასობაში ეს რაღაცა პირობითი არის ვინაიდან ერთი უნდა დავიმახსოვროთ აი პრობლემები საერთოდ ამოვაგდოთ ეს საერთო მოთხოვნილებები ვინაიდან საერთო მოთხოვნილებები რაღაცა მაქსიმალური ზღვარის დონეზე არის ყოველთვის ჩამოყალიბებული და მაქსიმალური ზღვარზე როცა ჩვენ ვითვლით და გამოთვლის განახორციელებთ ამასობაში გაიქცევა ბიუჯეტი უკვე 100 ჯერ მეტი ამიტომ ერთი უნდა გავიმახსოვროთ ხო როცა არის ამ მსჯელობა საერთო ვენტილაციაზე საერთო ვენტილაციის სტატუსი პრობლემა იქნება ასეთი ვე საერთო უნდა უდრიდეს ვეისაც უნდა გავიდეს ეს გაცვლა უნდა უდრიდეს გაცვლა უბრალოდ უკვე მოცულობითი არის და უნდა იყოს თანაფარდობაში ეს ნიშნავს იმას რომ რაც შემოვა რაც არის არსებული ფართის მოცულობა გვექნება 80 კუბი უნდა გავიტანოთ საათში უნდა გავცვალოთ ხო ეს უნდა განახორციელოთ მაგრამ ამ შესაბამისობაში ეს იგულისხმება როცა ჩვენ ამასობაში იმ არსებულ ფართში ვიმყოფებით როცა არ ვიმყოფებით ამასობაში ეს 80 მეტრა კუბი საათშიც არ განახორციელდება ვინაიდან ესე ჩვენზე არის დამოკიდებული და ამ მიმართულება ჩვენ თუ ჩამოვაყალიბეთ როგორ ჩამოვაყალიბოთ ახლა ამ არსებულ მიმართულებაში უკვე ამას წეტილებით უკვე დაუსვით ჩვენ ვინაიდან შემოსასვლელი ბიუჯეტური ხო ვარიანტი წავედით ახლა ჩვენ და არ გავიწყდება ხო ბიუჯეტურად რანაირად ამასობაში კარებიდან ეს მინიმალური აღება მაინც გვაქვს არსებულ მიმართულებაში საძინებელი იქნება სამზარეულო იქნება გარდა ერთისა ვანაში არაფერი არ ხორციელდება ვინაიდან ვანაში ვიღებთ ყოველთვის ამასობაში ვანაში თალკე შემოსვა არ საჭიროებს ვინაიდან ყოველ სპეციფიკში ის შემოსული აი ეს კარების ხო აუცილებელი ფაქტორი კიდე ხო ეს ამაზე დავსვათ წეტილი ვინაიდან რამდენი კარების გვექნება გარდა ერთისა შემოსასვლელისა ხო ქვემოთ ეს პრაქტიკული მიმართულებაა ხო ვინაიდან კარების ქვემოთა ხო 2 მილიმეტრი იქნება 3 მილიმეტრი იქნება ყოველთვის არის დატოვებული და თქვენ წარმოიდგინეთ ეს იმისთვის საკმარისი არის რომ არსებული ფართი არსებული სივრცე ყოველთვის არის კავშირში არსებული სივრცესთან კონკრეტულ შემთხვევაში არსებული სივრცესთან და არსებულ სივრცესთან და თუ კი ამ მიმართულებაში კარების ქვემოთაც თავარი შემოსასვლელი კარების ქვემოთაც არის ეს დატოვებული და უმეტეს შემთხვევაში თქვენ წარმოიდგინეთ ესეც არის ამ პატივსემულ უკვე გარეთ სივრცესთანაც არის კავშირში ხოლოდ მიზერულად ვინაიდან მაქსიმალურად როცა იქნება აიქოთ ამას როგორც დიდ დილოში სკვაზდიაკის ხო პირის სახით ამიტომ ყოველთვის არის ეგრეთ წოდებული ტექნიკური ზაზოვრები დატოვებული ზუსტად ეს ტექნიკური ზაზოვრების ზღვარზე ყველა სივრცე ერთი მეორესთან კავშირშია ამიტომაც არ ჭირდება სამზარეულოს უბრალოდ
რა ქვია, სააბაზანოში ცალკე შემოყვანა, შემოტანა ჰაერისა, ხო? ვინაიდან იმის საკმარისი არის, როცა აიღებს კარებიდან. ეს მთავარი რა ქვია, ფაქტორი იქნება ჩვენ შემთხვევაში. ვინაიდან როცა სამზარეულო და ამასობაში უმეტეს შემთხვევაში სამზარეულო დაკავშირებული არის, უშუალოდ გაერთიანებული არის. მოდით აი ეს სიტუაციას მე ჩამოვაყალიბოთ, ვინაიდან უმეტეს შემთხვევაში ორი ვარიანტი არის. როცა არის სამზარეულოს ეგრეთ წოდებული სამვენტილიაციო შახტა და გარეთ გაგვა აქვს. ამ შესაბამისობაში გარეთაც თუ გაგვას, აქაც პრინციპში არაფერი არ იცრება, ვინაიდან მხოლოდ ერთადერთი შეიძლება, ვინაიდან სალამარ ჩაირთვება გასვლა არ გახორციელება. ვინაიდან როცა გახორციელებას კიდე ჭირდება სიმაღლე. თქვენ წარმოიდგინეთ, როცა კლაპანი აქაა და უბრალოდ უშუალოდ აქ გავიტანოთ მილი, ხო სიმაღლის გარდატეხის შესაბამისად იქნება მიზერული გაცვლა. მიზერული გაცვლა სიჩქარე არ იქნება შესაბამისი და ამასობაში ყოველთვის უნდა იყოს ჩართული მაშინ არსებული ეგრეთ წოდებული გამწოვის და რა ქვია, გამწოვის ეგრეთ წოდებული მატორი, ხო? ამასობაში ამ შესაბამისობაში კი ბატონო, მას აქვს ეგრეთ წოდებული შიგთავსი გამწოვს, ყველა გამწოვს აქვს. შიგნით მოწყობილი ეგრეთ წოდებული გამწოვი, ნასოსი არა ამ შემთხვევაში მატორი, ის მატორი თუ იქნება ყოველთვის ჩართული შემაწუხებელი იქნება. ამიტომ ამ შესაბამისობაში გამწოვის სტატუსი, უშუალოდ სამზარეულოს გამწოვის სტატუსი ის არის პირდაპირ დაყრდნობილი თავის საკუთარ სტატუსზე, ხო? როცა სამზარეულოში ვამზადეთ ჩვენ საკვებს, კიდევ ერთი ვიზახე, როცა უკვე ჩვენ და ვამზადეთ საჭმელს, ასე ვთქვათ, მოდით ერთ-ერთში დავარქვათ სახელი სახელებს, ხო, ამ შესაბამისობაში უნდა ჩართოთ გამწოვი, მაგრამ ამ შესაბამისობაში გვაქვს კიდე და უნდა დავამატოთ ერთი მიზერული, რომელიც შეესაბამება არსებულ ნორმატივას რო არ აცდეს კიდევ ერთი ვიზახი და გადამეტებული სიჩქარით არ მივიღოთ შემოსული ჰაერის სიჩქარეზე არის აქ საუბარი 0.1 0.2 რო არ ვცეთ არის ეგრეთ წოდებული უხმო პასიური ვენტილატორები ქვია ამას, ხო? პასიური ვენტილატორი შესაბამისად არხულები, ხო? ყველას გვაქვს ამის შესაბამისობა და თქვენ თვალთინა, ხო? წარმოიდგინეთ, არსებული გამწოვის სამზარეულოს გამწოვზე არის აქ საუბარი. თუ ჩვენ ამ მილს პრინციპში სანამ ვაერთებთ ჩვენ ცეტაულ ეგრეთ წოდებულ გამწოვზე, იმ შესაბამისობაში ჩვენ არ ვშე, ხო? 100 მილში შეგვიძლია არხული ეგრეთ წოდებული ზუსტად ის მიკრო, ხო? უბრალოდ მიზერული, პატარა, ხო? მიზერული დაშვებული ნორმატივით პასიური ვენტილატორი ჩავამონტაჟოთ, რომელიც მოგვცეს იმის საშუალებას, რომ პატარა სენსორის გამოტანის შესაბამისად, აი სენსორი თქვენ წარმოიდგინეთ, რაღაცა ამ სენსორებსაც გაჩვენოთ მე, ხო? საომაროთ აი პროექტში, ამ შესაბამისობაში სხვადასხვა გვექნება პროექტი პროექტის გახორციელებულს პრაქტიკული სახითაც იხილავთ, ხო? არსებული სენსორი აემხელა პატარა, ხო? კოლოფია, რომელიც თვითონ საზღვას ამ მიმართულებას, ხო? იმიტომ ბევრს დაებადება მაშინ ჩვენ თუ უნდა ჩავთოთ და ჩვენ თუ უნდა გამორთოთ არსებული ეს ეგრეთ წოდებული უკვე პასიური ვენტილატორი არა, ის თვითონ ჩაირთვება. მაგრამ ჩაირთვება ისეთი სტატუსით, რომ ჩვენთვის შემაწუხებელი არ იქნება, ვინაიდან მას იქნება ყოველთვის მაჩვენებელი და არ გვავიწყდება, ხო? არსებული ფართი, არსებული სივრცე, რასაც ქვია სამზარეულო, პირდაპირ დამოკიდებული არის, ხო? ეს გავმართეთ უკვე მოსასვლელთანაც, საძილელებთანაც და რა ქვია, არსებულ მიმართულებაში თქვენ წარმოიდგინეთ უკვე რა ქვია, სააბაზანო საერთოდ ამოვაგდოთ, ხო? ამ შესაბამისობაში თუ კი გავმართოთ, თუ კი ეს არის არაგაერთიანებული და ცალკე, ამაზე არის საუბარი. თუ გვაქვს ცალკე, ან თუ გვაქვს საერთო. ეს ჩვენ ახლა პირველი მიმართულება, პირველი მაგალითი არის საერთო. საერთო ნიშნავს, რომ არის არსებული სამზარეულოს სამვენტილიაციო კანალი გაერთიანებული. რა ქვია, სააბაზანოსთან არის ერთი სამვენტილიაციო შახტა. ამ შესაბამისობაში აი ესეთი სტატუსით, ხო? მიკრო ეგრეთ წოდებული პასიური ვენტილატორი, შემდეგ უკუსარქველი აუცილებლად, ვინაიდან ამ შესაბამისობაში, ამ მიმართულებაში, როცა ჩაერთვება სააბაზანოსი, არ გვინდა ჩვენ რომ კუხნაში, სამზარეულოში მივიღოთ, ხო? ამასობაში ეს მიმართულება, ქვია გადატრიალებული უკვე ეგრეთ წოდებული უკვე დინება. გადატრიალებული დინება არ გვინდა ჩვენ უკუსრით მივიღოთ საკუთარ საცხოვრებელ ფარში და ვატიალოთ წრეში საკუთარ ფარშივე, ამიტომ უკუსარქველი არხული, ესეც კაპიკები ღირს. ამასობაში არსებულ მიმართულებაში სააბაზანოშიც გვექნება არხული ეგრეთ წოდებული უკუსარქველი და გამიჯნულია უკვე ამ შესაბამისობაში ეს ჩაირთვება, თუ ეს ჩაირთვება, ან ორივე ერთად ჩაირთვება, ამ შესაბამისობაში ყოველთვის გვექნება 1+1 მუშაობა და ეს იქნება კომპლექტის გარეშე. ვინაიდან უკუსარქველი არასდროს ამ მიმართულებას, ვინაიდან კუხნა სამზარეულოდან აღებული დაატრიალოს უკან და პირიქით როცა ჩაირთვება ან ეს იქნება ან ერთი, ან მეორე, ან ორივე ერთად, როცა ჩაირთვეს სპეციფიკში ამ შემთხვევაშიც არ იქნება კომპლექტი. ვინაიდან ორივე მუშაობს გაატვირთვაზე.
ხო? აქ ასეთ ფიზიკური თვისება არის, როცა გვაქვს შახტა, იმას აქვს სიმაღლე, იქ არის გაატვირთვა, ესე იგი წინაღობა იქ არის ნაკლები და ამ შესაბამისობაში ნაკლები წინაღობით ყოველთვის ის მიიმართის ნაკლები წინაღობისკენ, ხო? ეს მიმართულებას არ იცვლება, ამიტომ ნაკლები წინაღობისკენ თავისუფალ სვლაში განახორციელებს ის ეგრეთ წოდებულ სამვენტილიაციო, საერთო სამვენტილიაციო კანალში და სახურავზე გაატანას არსებულ მიმართულებას, რასაც განახორციელებს არსებული ეგრეთ წოდებული ვენტილატორი, არსებული სივრციდან. ამ შესაბამისობაში ჩვენ შეგვიძლია კიდე გავაერთიანოთ და გაერთიანების გარშეც გვექნება მიმართულება სამზარეულოს ეგრეთ წოდებული სარხული ვენტილატორი. გირჩევთ რომ ყველა მიზერული ხო ეს კაპიკები ღირს და ამ შესაბამისობაში კიდე ერთხელ ვიზახე. ჯანსაღი ის არის რომ უმეტეს შემთხვევაში მოდი ესეც განვიხილოთ ვინაიდან უმეტეს შემთხვევაში და ეს საინტერესოა რატო ამოტაჟებთ ასეთი სახით ვინაიდან არსებული სამვენტილიაციო ამასობაში იგი ბატონო რა ქვია სააბაზანოს ვენტილატორი ყოველთვის ჩართული აყვანილი არის ხო ელექტრომიმართულებაში არის აქ საუბარი ელექტრომიმართულებაზე აყვანილი არის ეგრეთ წოდებული ჩართული გარანტებაზე ეს რაღაცა ნონსენსი არის ხოლმე ხო ამასობა ჩვენზე დამოკიდებული არის როდის ჩავთავთ როდის გამოვთავთ როდის ჩავთავთ როცა შევედით მოვისაქმეთ ხო ფიზიოლოგია შხაპი მივიღეთ მაგრამ ამასობაში ჩვენ უნდა ველოდოთ იმიტომ რომ შხაპი მივიღეთ კიდევ ჯერ ვიზახე მივიღეთ გადამეტებული ეგრეთ წოდებული ნახშირორჟანგი მივიღეთ გადამეტებული ტენიანობა ამ შესაბამისობაში შუქიცანთია და ამ შესაბამისობაში ჩართულია რა ქვია გამწვევი ვენტილატორის ეს არის ყველაზე უხეში დარგვა ვინაიდან ის ყოველთვის ჯერ ესეთი უნდა იყოს გამიჯნული და ამასობაში ვენტილატორი ხო საერთო ვენტილაციის დონეზეც და არა მხოლოდ საერთო ვენტილაციის დონეზე ის უნდა იყოს უშუალოდ გამიჯნული ის უნდა იყოს ფარჩი ყოველთვის ხო ელექტრომიმართულებაში ელექტრონულად გამიჯნული ის არის ცალკე რეზიდენცია იმას ჩვენ არაფერზე არ უნდა მივაბათ ის უნდა იყოს განპირობებული და ამასობაში თუ კი ამას დავამატებთ კიდე არის მოწყობილობა და ეს მე გაჩვენეთ მქონდა მე პოსტი რაღაცა აქ დაურთავ ხო განიხილეთ ნახეთ ხო ამ მიმართულებაში თვითონ აქვს და ამასობაში ეს კაპიკები ღირს ვინაიდან არსებული ეგრეთ წოდებული გამწვავ ვენტილატორი საერთო ვენტილატორზე აქვს საუბარი რომელსაც გააჩნია ზუსტად არსებული სენსორები გააჩნია თვითონ ჩაერთობა თვითონ გამოირთება ჩვენს გარეშე და ასეც უნდა იყოს. ჩვენ არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული ვენტილატორის ჩართვა გამორთვაზე. ხო, გამწვევ ვენტილატორი თვითონ უნდა ახორციელებდეს ამ პროცესს და როდის განახორციელებს? როცა დაინახოს ის ზღვარს, ხო, თუ ნახშირორჟანგი შეიცვალა, სივრცეში და შეიცვალა, ის ამას მიხვდება და ჩაერთვება. გაიტანს განანეიტრალებს, დასვავს ნორმაზე, გაითიშება. იგნორირებთ ტენიანობას განახორციელებს ვინაიდან სააბაზანოში შევედით, შხაპი მივიღეთ, გადამეტებული ტენიანობა, ხო, გაიქცა იქ უკვე ამასობაში 70, 75, 80% და ამასობაში ამან უკვე გაიტანა, გამწვავმა გაიტანა, ამასობაში გაანეიტრალა, ჩამოვიდა ნორმაზე, გაჩერდა. ეს უკვე მოწყობილობაში არის, თვით უკვე მოქცეული ჩვენს გარეშე. ამასობაში კიდე მოცულობის შესაბამისად ბევრი კითხულობს ამას მოდი გავცემ პასუხს ხო აი ძალიან რამდენი შეკითხვები არის ხო ფაქტორებში და ამასობაში თქვენ უნდა მისმინოთ ყურადღებით და ამასობაში ეცადოთ ჩაწვდეთ სიღრმისეულად და არ იქნება ძნელი ამის გათვისნობიერება და გააზრება ამისი ხო ვინაიდან ეს ფაქტორები აუცილებელი არის ამის გამარტების გარეშე ხო არაფერი არ გამოგივა ვინაიდან არსებული სამვენტილიაციო მიმართულებაც ამაზე არის ამ ასპექტებზე არის დამოკიდებული ვინაიდან როცა ჩვენ შევდივართ და შხაპს ვიღებთ თქვენ წარმოიდგინეთ თუ არის შერჩეული ამასობაში უნდა იყოს შერჩეული მოცულობით ხო ერთ-ერთი კი ბატონო და უნდა ქონდეს ზღვარი ამასობაში ეგრეთ წოდებული სხვაობა რაღაც 10-15% არავითარ შემთხვევაში და არასოდეს არ გვექნება ის სიტუაცია რომ თქვენ შხაპს ვიყიდეთ და გამოდივართ და იქ საუნა არის უკვე ხო ამ შესაბამისობაში ეს ნიშნავს იმას თქვენ იმაზე რო აგიმართოთ შემოსვლა არ ხორციელდება რაც მე გავმართე ხო აი ვისაც კი ორთქლი ხო წარმოიქმნება ბანაობის პროცესში წარმოიდგინეთ 1 გრამი ორთქლის ავრა წარმოიქმნას თუ კი ჩვენ გვაქვს ჯანსაღად მოწყობილი და ზუსტად ამ პირობას განაპირობებს ამ მიმართულებას განაპირობებს უფროსურად ეს მიმართულება და უშუალოდ პირდაპირ პროპორციულად არის ამასთან დაკავშირებული ვინაიდან თუ ჯანსაღადაა ამაზობაში თუ ამოვაგდოთ და ჯანსაღად უნდა იყოს შერჩეული ეგრეთ წოდებული გამწოვი ვენტილატორი შხაპის მიღების შემთხვევაში თუნდაც საათი რომ ჩვენ მივიღოთ შხაპი წარმოიდგინეთ უმეტესობას გაიკვირდებათ საარკეზე საერთოდ წარმოიქმნას ორთქლი არ წარმოიქმნას დამაგეთო ვინაიდან ის 10% და მით უმეტეს 15% როცა აქვს სხვაობა ხო ზემოთ ამ შესაბამისობაში აასწრებს ამის განეიტრალებას და ამასობაში კიდე ის სხვაობა 10-15% ზაპაში ხო მოტოვებული აქვს კიდე ამ შესაბამისობაში მაგრამ თუ კი კარებს დავკეთავთ და აღება არ ექნება არაფერი არ განხორციელება ამიტომ ამაზე უნდა იზრუნოთ თუ კი არ აქვს ხო ეგრეთ წოდებული ტექნიკური ეგრეთ წოდებული შემოსასვლელი
აი კარებში დატოვებული ამ შესაბამისობაში არის ეგრეთ წოდებული დეკორატიული დიზაინში ჩვენი ვრაჯდება და ყველაფერში შეგვიძლია მოვარგოთ ამ ჩვენ რა ქვია კარებებს და რაც აურა მაგარი ხო ჩამოყალიბებული კარები იყოს მეგონი იმაზე ჯანსაღი არაფერი არ იქნება ფარჩი რომ შესაბამისობაში დავთმოთ ეს პუნქტი და ამ შესაბამისობაში კარებს გავუკეთოთ ეგრეთ წოდებული დეკორატიული ეგრეთ წოდებული ცხაურები რომელთაც ჩვენ ავიღებთ ჯანსაღად ჰაერს ავიღებთ როცა უკვე განხორციელდება შემოსვლა ზუსტად ამ პირობას უკვე ამ პირობას ჩამოაყალიბებს უფრო სწორად პრინციპში რომ გაანეიტრალებს იმ სტატუსზე რომ 40 და 60% არ აცდება. ჩვენიერი ხო თქვენ წარმოიდგინეთ მივიღეთ ჩხაპი გამოვიდა ყველაფერი მშრალე. კიდე განსაკუთრებულად აქ ვიტყოდი მე ხო აი უდავოდ ერთად რაც აუცილებელი იქნებოდა კიდე ხო კი, კითხვის ნიშნის გეშინება პრინციპშია, თქვენზე იქნება დამოკიდებული ყველგან, განსაკუთრებულად საძინებლებში ყველას როგვეშენია იატაკის გათხოვაზე აქ საუბარი, მაგრამ ერთადერთს რასაც გეტყოდით მე და რასაც არ ვიფიქრებდი საერთოდ, თანამედროვე ხო, 21 საუკუნის წყობაში, არც ვიფიქრებდი მე ამაზე იატაკის გათხოვას ყოველთვის დავამონტაჟებით რა ქვია, საბაზაროში. ვინაიდან ყოველთვის გვაქვს იატაკზეც ფეხებ ქვეშ ჯანსაღი გარემო. თქვენ წარმოიდგინეთ, ხო, წუწები უმეტეს შემთხვევაში გახსნილი არის საშხაპე ეგრეთწოდებული სივრცეები, გამოდივარ და მოწუწულია ყველაფერი. ამასობაში კიდე არა ჯანსაღად შერჩეული თავარი გამწვავი ვენტილატორი და ამასობაში საუნაში ვართ, ხო? საუნაში ზუსტად სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ამასობაში კარები დაკეტილი და არაფერი ახორციელდება, ამასობაში დამპალი ყველაფერი ჩასულებული და იმ ფაქტორებს იმ მიმართულებას ამასობაში უმეტესი არის ითვალისწინებს, ვინაიდან იმ მონაკვეთებს კრიტიკულ მონაკვეთებს ჩვენ ვიზუალურად ვერ ხედავთ და მაგიტომაცაა ეს ასე, ვინაიდან ჩაობებულია უმეტეს შემთხვევაში უნიტაზის უკანა არეალები თუ ეს არის ეგრეთ წოდებული სტაციონარი დასადგმელი უნიტაზი შკაფების უკან, ხო? დააკვეთით ხოლმე, ხო, კედლების უკან და დაინახავთ აი ამ სიშავეებს. აი ამ სიშავეებს ზუსტად აი ეს ხო გადამეტებული ტენიანობა ჯერ უპირველეს ყოვლისა და შემდეგ ყველაფერი ეს არის წყლულით ხო წყლული ამას ქვია ხო დატბორა ყველაფერი კი დაიტბორება ვინაიდან იატაკის გათბობა ამ პრობლემასაც მოგვიხსნის ყოველთვის მშრალი გვექნება არ გვექნება ობის წარმოქმნის საშუალება ლეგიონელა ეგრეთ წოდებული ბაქტერია ზუსტად არსებული ობის წარმოქმნელ ბაქტერიას ქვია ლეგიონელა არ წარმოიქმნება ვინაიდან ყოველთვის ჯანსაღი ტემპერატურა იქნება ჩვენს ფეხ ქვეშ ეს კომფორტულიც იქნება და ჯანსაღი გარემოც ამასობაში არ მხოლოდ გარეთ საერთო სივრცეში იგულისხმება ფეხებ ქვეშაც გვექნება ამაზე კაი მეგონი არაფერი არა ამიტომ იატაკის გათბობა წარმოიდგინეთ შერჩეული ჯანსაღად ვენტილაცია რა ქვია მთავარი გამწვავი ვენტილატორი კი ბატონო გამწვავი ვენტილატორი საბაზარო ეს არის აუცილებელი ფაქტორი განსაკუთრებულად იქ თუ კი სამზარეულოზე არ ვარ ჩვენ დამოკიდებული და ამ შესაბამისობაში გვინა ეს არსებული უკვე ალგორითმი ავაწყოთ მხოლოდ იმიტომ რომ პრაქტიკული არის უფრო უმეტეს შემთხვევაში, იმიტომ რომ ახლა დამეთანხმებით, რომ სამზარეულოშიც 21 საუკუნის უკვე მიმართულებაშიც რა ვიცი, ეს პასიური რა ქვია, მიღებულია თუ არა მიღებული, თქვენი გადასაწყვეტი არის, ახლა თავს არავინ აღარ იკლავს ჭყალებში, რაღაცა ხო, ქათმების შეწვაზე და ასე შემდეგ, ხო? ეს ყველაფერი მოდის უკვე ნახევარ ფაბრიკატებიდან, ხო? გამოძახებებით და ასე შემდეგ. ერთ სიტყვით უკვე გვეზარება. ამას ვარ სამზარეულოში ყოფნა და ჯანსაღი საკვებითაც მაგიტომ აღარ ვიკვირები, ეს სხვა მიმართულება არის, მაგრამ ამ მიმართულებაში მოდი ჩავთვალოთ ასე რომ სამზარეულოს გამწვავზე დამოკიდებული არ ვართ, მაგრამ ამ შესაბამისობაში კიდე ერთი ვიზახი რატომაც არა, უნდა ვიყოთ 1+1-ზე დამოკიდებული, როცა არის უმეტეს შემთხვევაში აი ესეთი სტატუსით, ვინაიდან კიდე ერთი ვიზახი თავარ გამწვავს არ ჩავთავთ, იმედინაიდან ის ხმოვანობა, მის ხმოვანება შეგვაწუხებს და დამონტაჟებული გვაქვს ფარულად. ჩვენ იმას ვერ ხედავთ, მაგრამ ის არის, ხო, კაი გამოთქმაა. ჩვენ იმას ვერ ხედავთ, მაგრამ ის არის ეგრეთ წოდებული არხული პასიური გამწვავი ვენტილატორი, რომელიც განახორციელებს არსებული მოცულობის განაიტალებას და განახორციელებს. ასეთი მიმართულების ეგრეთ წოდებული არხული გამწვავები არსებობს, ხო? 15-დან 25, თქვენ წარმოიდგინეთ 15-დან 25 მეტრა კუბი საათში განაიტალების სტატუსით, რომელსაც ხმოვანობა არ ექნება და ჩვენს არ შეგვაწუხებს. ვინმე არის ეგრეთ წოდებული მიმართულება ქართულად ამას ქვია, ხო? დაბალანსირება ხმოვანობის, ვინაიდან ხმოვანობას ვერ მიიღებს შესაბამისი სტატუსით დამონტაჟების შესაბამისად, ვინაიდან პირდაპირ შეერთებითაც არ იქნება ფაქტიურად შემაწუხებელი, მაგრამ თუ ეგრეთ წოდებულ გამომბათილებლებს დავუმონტაჟებთ ამ შესაბამისობაში საუბარი არის წინ და უკან, ის ხმოვანობას აღარ მოგცემს. მილი აუცილებლად კაუჩუკის ეგრეთ წოდებული უღწებოვანით უნდა იყოს დათბუნებული.
ცვარი არ მივიღოთ იქ და მაგიტომაც. ამიტომ ყოველთვის უნდა ვიცოდოთ პრინციპში რომ საკუთარი უკვე არახული რუსა არის გახსნილი და მას მოვაპირკეთებთ ის ყოველთვის შეფუთოთ. ვინაიდან ჩვენ იმას მოვაპირკეთებთ, უმეტეს შემთხვევაში ეგრეთ წოდებული კუთხოვანი თამაში მოყავთ თუ არა ამას მნიშვნელობა დაფარული ამას ვიყარ ხედავთ და ჩაბარდება ისტორიას. ამასობაში იქ შიგნით ზუსტად წარმოიქმნება ის ცვარი და არავითარ შემთხვევაში სხვადასხვა არხული კანალები როცა უკვე ჩადის საერთო საცხოვრებლებში არის აქ ზუსტად საუბარი არ უნდა ამოქოროთ ეს ეგრეთ წოდებული უკვე ტრანზიტული ხო ტრანზიტული გილზები მაგიტომაცაა შეემეცას დატოვებული და ეს ასეთი სახითაც უნდა დაატოვოთ ყოველთვის უნდა იყოს გახსნილი ვინაიდან თუ კი რაღაცა ახორციელება თუნდაც პრინციპში უმეტეს შემთხვევაში ის ერთად მოდის ხო ამასობაში კანალიზაციას და სანიტარიო სისტემებს უმეტეს შემთხვევაში არა გამიჯდული განსაკუთრებულად საქართველოში თუმცა პრინციპში ეს მიღებული და დაშვებული არის ვინაიდან ურთიერთ კონფლიქტში სანიტარიო სისტემა კანალიზაციასთან და წყალმარაგებასთან ვერ იქნება თუ კი აქ ხო თითი უნდა ავწიოთ თუ კი ის იქნება ყოველთვის დამონტაჟებული სტანდარტების და ნორმების გათვალისწინებით და ამ შესაბამისობაში ერთად მოდის და ერთად როცა მოდის ის უნდა დავათვალოთ ჯერ ესეთი რომ მივიღოთ ტემპერატურის გარდატეხა და ცვარი და თუ კი უკვე ამოქოლილი გვაქვს ის გილზების ეს წარმოქმნილი ცვარი ზუსტად თქვენი ეტაზე მოექცევა და ყოველთვის არის ჩამპალი დასრულებული ის არეალები. ამიტომ ეს გილზები ეგრეთ წოდებული უკვე ტრანზიტი შახტაში უნდა იყოს ყოველთვის გახსნილი. სანიტარიო უნდა ადიოდეს ზემოთ, სანიტარიო კანალებს კიდევ ჯერ ყოველთვის უნდა ამოწმებდეთ და ამ შესაბამისობაში გვექნება ზუსტად ეს ფაქტორი. თუ ამ მიმართულებაში ერთი თუ უნდა გაითვალისწინოთ თქვენ, თუ კი ეს ეგრეთ წოდებული უკვე შახტა, ხო, ცენტრალიზებული სანიტარიო შახტის თქვენაზე სანიტარიო ცენტრალური სანიტარიო სისტემა თქვენთან არ მუშაობს ეს ფაქტორი ვერ იმუშავებს, ვინაიდან თუ კი შემოვიდა გასვლა არ იქნება. ერთ და იგივე განხორციელდა, ხო? ვინაიდან გასვლა გვაქვს, შემოსვლა გვაქვს, გასვლაც უნდა ქონდეს და თუ კი შემოსვლა გვაქვს და გასვლა არ გვაქვს, არაფერი არ განხორციელდება. თქვენაზე ნიშნავს, რომ თუ კი ეს არხები გვექნება გადაკეტილი და მასობაში საერთო ეგრეთ წოდებული სანიტარიო შახტა დაკეტილი, მეზობლები რაღაცა დაასხა, მოტეხა, გადააკეთა თავისი ჭკუით, როგორც ყოველთვის ხდება საქართველოში და არა მხოლოდ ხურამ შეიძლება აქ ამას ვინ აკონტროლებს ამას და ვინ ამოწმებს, ხო? მოდ დაღიარეთ, რომელმაით მას შეამოწმეს საკუთარი სანიტარიო სისტემები, ხო? აქედან დავიწყოთ. ჩავთვალთ ამასობაში და მუშაობს არ მუშაობს იმ სტატუსზე ხართ ყოველთვის დამოკიდებული. ამიტომ დაიკეტა შახტა და შემოსვლა არაფერს არ განახორციელებს. კიდევ ჯერ ვიზახი, თუ კი შემოსვლა გვაქვს და გასვლა არ გვაქვს, ვენტილაცია არ ხორციელდება. ამ პირიქით, თუ კი შემოსვლა არ გვაქვს და გვაქვს გასვლა, შემოსვლის გარეშე ვენტილაცია არ ხორციელდება. ამიტომ 1+1 ყოველთვის შემოსვლა პლუს გასვლა. გასვლა ჯანსაღი გარემოს მიღება საკუთარ ფარჩში. ბიუჯეტურად კიდევ ჯერ ვიზახი არსებული მიმართულებას არ იქნება საწყის ეტაპზე თქვენ წარმოიდგინეთ გადამეტებული რაღაცა გაქცეული ბიუჯეტით ვინაიდან ამ შესაბამისობაში ეს საერთო გამწვევი მაინც გვაქვს ამ სობაში არ ვეხებით ჩვენ კუხნის უშუალო სამზარეულოს სტაციონარულ ეგრეთ წოდებულ პრინციპში გამწვევს ამ შესაბამისობაში ამ არსებულ ჩვენ მეგობარს ამ შესაბამისობაში იქნება უშუალოდ ჩვენი მეგობარი, ასე დავარქვათ ამ პატივცემულ აგრეგატს, საერთო გამწვევს სამზარეულოში, საბაზაროში, ის უნდა შევარჩიოთ და ამასობაში მის საფასური არ გაიქცევათ. მე წარმოიდგინეთ 250 მაქსიმუმ 300 ლარი. ერთი სალი, რომელიც ახორციელებს მთლიანად ჯანსაღ ვენტილაციას თქვენ სისტემაში. პლუს ამ შესაბამისობაში თუ გვაქვს სამი სივრცე 1+1+1 პირობითად 600 ლარი, ხო? 200 ლარიანები რო ავიღოთ ჭკვიანი ეგრეთ წოდებული კლაპნები ჩვენს გარეშე თუ ავიღეთ დეფექტორებს 50 ლარი 150 ლარი ისის მიღებულია კიდევ ჯერ ვიზახით თქვენი არჩევანი იქნება ამასობაში იმას ვარეგულირებთ თეთრ და მორჩ დეფექტორი ხო დეფექტორი ამას ქვია და თუ კი ჭკვიანი კლაპანი ამ მარტოლობას თვითონ ახორციელებს და სად ახლა წარმოიდგინეთ კიდევ თქვენ თონას რო შეადაროთ ხო 1+1+1 ეს აუცილებელი იქნება და ამასობაში აქაც კიდე დაგჭირდება ამ შესაბამისობაში 1 2 3 და 4 4 ეგრეთ წოდებული ამ მიმართულებაში და ამასობაში უნდა მივიღოთ ჯანსაღი გარემოს ხონად ვერ მივიღებთ ხო ვინაიდან შემოსასვლელი საერთო ორი ჩვენია რეკუპირატორებზე არის საუბარი არ გაგიჭირდებათ ხო 4-ჯერ მინიმალური ავიღოთ 1600-იანი მოდელი რომელიც ზუსტად არსებული უკვე ნიშნულებით განახორციელებს საკუთარ ფუნქციონალს ჯანსაღად და ბიუჯეტი თქვენ თუ შეადარეთ მაგრამ ამ შესაბამისობაში კიდევ ერთი ვიზახი სავენტილაციო აქ რა დაგჭირდება ბიუჯეტურებში ამას დაუბრუნდეთ აქ დავსვათ მოდით წეტრი რომ გაგვიძებდეთ არსებული პოსი ეს გვექნება საერთო ის რომელიც გვაქვს ხოლმე უნდა შევარჩიოთ ამასობაში და იქ რომ გავიქცევით და ბიუჯეტურებს ეძებთ ხოლმე უი რა იაფია და რა კარგი არისო ამასობაში ამ შესაბამისობაში ეს ფაქტორი საერთოდ უნდა ამოაგდოთ ვინაიდან მისი დანიშნულება კიდევ ერთი ვიზახი რამდენია წარმოიდგინეთ ხო ვინაიდან განეიტრალება ისე რომ ორთქი არ წარმოიქმნას სარკეზე არ უნდა წარმოიქმნას და წერტილი, შემდეგ ეს არსებული აგრეგატი ანეიტრალებს მთელ სივრცეს. ამასობაში
ერთი ეს იქნება 250, 300 ლარი კიდე ერთჯერ ვიზახი, ამ არსებული აგრეგატს ექნება დაშვებული ტემპერატურის ზღვარი, ტენიანობის ზღვარი და ნახშირორჟანგის ზღვარი. თვითონ გასაზრდელს, როდის უნდა ჩაირთოს, როდის უნდა გამოირთოს. ნორმა თუ არ დაждდება, არ იქნება ესე იგი არც აქ ვინაიდან კავშირშია. კიდე ერთჯერ ვიზახი, ვინაიდან არსებული სივრცეები ერთი მეორესთან კავშირში არიან და თუ არ გაანეიტრალებს სულ რომ მიიღოს სენსორმა მიიღოს იმპულსი რომ გათიშოს, ის იმუშავებს და უნდა იმუშაოს. ჩვენს გარშემო მხოლოდ შეწუხების ხმოვანობა მისის შემაწუხებელი არ იქნება. მეორე ერთზულებული არხული ესეც კაპიკები ღირს, ეს მიზეულად ჩვენ შეგვიძლია თვითონაც თუნდაც კუსტაულოთ ჩვენ ისე განახორციელოთ რომ ხმოვანობა არ კონდეს, ესეც 2x4-ია და ეგრეთწოდებული არხული უკუსარქველები, ესეც კაპიკები ღირს და მიიღებთ ჯანსაღ გარემოს საცხოვრებელ ფარჩში. ჩვენიერი ხო, რა ვიცი, ძალიან გაგვიძადება ხოლმე ამასობაში, მაგრამ ხო მრავალი კიდე ერთჯერ ვიზახე. ძალიან ბევრი ქვეფაქტორები არის და ამ ქვეფაქტორებსაც მინდა ხოლმე გავავალო ხაზი და ყურადღებით უნდა მისმენდეთ. ხო, ყურადღებით მისმენს ის ამას თვითონ გაიაზრებს. ხო, გვექნება ახლა და ამ მიმართულებაში რო შევადაროთ, მოიტეხეთ პარალელს გავავალოთ და ამით დავასრულოთ მე არსებული პოსტის თემატიკას, ხო? ეს არსებული მიმართულება რო გავაერთიანოთ უკვე საერთო კერძო სექტორზე ამასობაში საკუთარ საგზე, იქაც თქვენ წარმოიდგინეთ პირობითად არაფერი არ შეიცვალა, ვინაიდან ეს არსებული მიმართულება უკვე ჩვენია. ეს თუ გვაქვს საერთო ეგრეთწოდებული სამოიტელექციო სისტემა, შახტა იმის მოწყობაც არ უნდა გაგვიჭირდეს საცხოვრებელ ფარში, განსაკუთრებულად თუ კი უმეტეს შემთხვევაში ეს ხორციელება მაინც გარეთ. გარედან ფასადიდან ხო ვაკეთებ საერთო პრინციპში ვენტილიაციას, მაგრამ ამ შესაბამისობაში უნდა დავათვალოთ, ვინაიდან კიდევ ვიზახი ტემპერატურის სხვაობა, ხო, მიკროვენტილაცია ხორციელება ზუსტად ტემპერატურის ჯერს ერთი სიმაღლეზე არის დამოკიდებული და ამასობაში ტემპერატურის სხვაობაზე. ხო, და განმოხტვა ახლა ამასობაში წნევაც კი ბატონო, ვინაიდან აქ ქვემოთ წნევა მეტი გვაქვს, სტატიკურ წნევაზე აქვს საუბარი, აქ ნაკლები, მაგრამ გარდატეხა ახლა ტემპერატურის ზემოთა უფრო მეტია, ვიდრე ქვემოთა. ეს ფიზიკა არის, ამიტომ ამ შესაბამისობაში ხორციელება კონვექცია უკვე პირდაპირ პროპორციულად უკვე მიისწრაფის ვენტილიაციისკენ, ამით არსებული ზღვარზე უკვე წარმოიქმნება ვენტილაცია, მიკროვენტილაცია, ზუსტად ეს არის ყოველგვარი ვენტილატორების გარეშე შენურად იმუშავებს. ეს სისტემა თუ კი გვექნება ეს ფაქტორები დაცული. და კერძო სექტორშიც ეს ფაქტორი არ შეიცვლება კიდევ ერთჯერ ვიზახი, რომ ეს არსებული მიმართულება გვექნება ჩვენ უკვე საერთო არა, ჩვენ საკუთარი. რა ვიცი, მეგონი ხო? გასაგებია ყველაფერი და რანაირად განახორციელებთ ამ პრაქტიკულ მხარესაც ვიხილავთ და რა ვიცი, თუ რაღაც სვერგებულობთ ხოლმე, შეგიძლიათ ნუცხვენიათ ხოლმე შეკითხვების დასვათ.